შემუშავდა გეოგრაფიის საბაზო საფეხურის სტანდარტის პირველადი ვერსია, თუმცა მანამ სანამ უშუალო განხილვაზე გადავიდოდეთ, გთავაზობთ სტანდარტის სტრუქტურას. ის შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან, ეს არის სტანდარტის სწავლების მიზნები, შედეგები და თემები. უშუალოდ რომ განვიხილოთ თითოეული მათგანი, ყურადღება მინდა გავამახვილოთ სტანდარტის შედეგებზე, რომლებიც უშუალოდ არის მიბმული და კორელაციაში არის ჩვენს გრძელვადიან მიზნებზე, რომელსაც ცნებებსაც უწოდებთ და საბაზო საფეხურზე გეოგრაფიაში ამჟამად გვაქვს სამიზნე ცნება, რომლებიც არის გეოგრაფიული მოვლენა, გეოგრაფიული პროცესი, მოსახლეობა, ეკონომიკა და მდგრადი განვითარება. ამ შედეგებს აქვს რა თქმა უნდა თავისი ინდიკატორები, რომლებიც გვიჩვენებს მოსწავლემ თუ რამდენად დაფარა ამა თუ იმ სამიზნე ცნების, ანუ გრძელვადიანი მიზნის მოცულობა და რამდენად დამუშავდა ესა თუ ის შედეგი. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ შედეგებზე, რომელსაც თავისი სტრუქტურა აქვს. ის გვიჩვენებს არა მარტო იმას, თუ რა სწავლობს მოსწავლე, არამედ რისთვის სწავლობს მოსწავლე ამა თუ იმ საგანს, საკითხს. მაგალითად, გეოგრაფიაში გვაქვს პირველი ცნების გეოგრაფიული მოვლენა, გეოგრაფიული პროცესის შედეგი, რომელიც ასე ფორმულირდება. მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარება გეოგრაფიულ მოვლენებსა და პროცესებს შორის, გეოგრაფიული გარსის კანონზომიერებების დასადგენად. ანუ რას ვშვებით? მოსწავლეს ვთხოვთ, რომ დაადგინოს მიზეზშედეგობრივი კავშირების სხვადასხვა მოვლენასა და პროცესს შორის, რათა ანუ რისთვის, იმისათვის, რომ დაადგინოს გეოგრაფიული გარსის კანონზომიერებები. ნებამიბოძეთ ყურადღება გავამახვილო გეოგრაფიის დუალისტურ ბუნებაზე. ვინაიდან ის მიეკუთვნება არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო, არამედ საზოგადოებრივ მეცნიერებებს. და შედეგის აღწერილობაშიც, კერძოდ კი სამიზნე ცნების მოცულობის ბოლოში მოცემული გვაქვს, თუ რასთან, რომელ საგანთან ინტეგრირდება გეოგრაფია. ეს საკითხი რა თქმა უნდა არის და დარჩება კვლავაც და კვლავაც მნიშვნელოვანი და როგორ განიხილება და როგორ აისახება ჩვენს საგნობრივ სტანდარტში. ადრე თუ გქონდა უშუალო თემაზე დაფუძნებული ინდიკატორები, შედეგის მიღწევის ინდიკატორები, ახლა გვაქვს ზოგადი ინდიკატორები, რომლებიც სხვადასხვა ზმნისაგან შედგება და იძლევა შედეგის მიღწევის სხვადასხვა შესაძლებლობას. მოგეხსენებათ, რომ წინა რედაქციის საბაზო საფეხურის გეოგრაფიის სტანდარტში ჰქონდა 13 თემა, ახლა კი ეს 13 თემა 9-მდე შემცირდა. ამოვიღეთ თემა დედამიწა მე-7 კლასიდან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საკითხები და ის ძირითადი ფაბულა, ძირითადი გეოგრაფიული პროცესები და მოვლენები, ტერმინები დაკარგულია. ამის ნაცვლად გთავაზობთ თემებს კონტინენტები და საქართველოს სხვადასხვა თემას, რომლის კონტექსტშიც, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ყველა ეს ზოგადი გეოგრაფიული მოვლენა. როგორც წინა რედაქციის ესეგეში, ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელს მივცეთ შემოქმედებითი თავისუფლება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი შედეგი შეიძლება დამუშავებული იქნას სხვადასხვა თემაში, ანუ კონტექსტში, მასწავლებლის მიერ შერჩეული სხვადასხვა საკითხით ან კონტექსტ მაგალითით, შემთხვევის ანალიზით. ასევე კარგი მაგალითია შემოქმედებითი თავისუფლებისა ის, რომ მასწავლებლები ქმნიან სასკოლო კურიკულუმებს, რომლებიც რომელშიც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ამა თუ იმ სკოლის თავისებურება და ამა თუ იმ კლასის მოსწავლეების ინტერესები.